ხო და ვინაიდან ნახევამ ძალიან მოიკლო და ერთ-ერთი მიზეზი მგონია ის, რომ ობიახლები ეროვნული რუბრიკა და ერთი საინტერესო მკვდარი ამოვაკელით, მინიმუმ 2 რუბრიკას დავაბრუნებთ და ისე მოიმატებს ნახვები. აი ეგრე, ეს უკვე ეპატაჟია ჩემო ნიკოლას. ხატია დაიჭირეს, მე სვაბოდაზე ვარ ჩემი. ეს არის თემური და მუშაობს ეროვნულ რუბრიკაზე. ეროვნულ რუბრიკას ყובה ჭირდება. თემო, ისე ხუმრობას თავი დავანებოთ. ეროვნული რუბრიკა არ უნდა დაბრუნდა ეს? დამუშავების პროცესი. იცი რა არის? რასაც ვაკვირდები. აი მოიცა, აი აქ მოდი. ნახვების რაოდენობა გვაკლდება მას შემდეგ, რაც ობიახლები, ცივი რუბრიკა, საინტერესო მკვდარი და ეროვნული რუბრიკა ამოვაგდეთ. დავამატოთ, ისევ ჩავაბრუნოთ. პირდებით? კიდე ერთი სიახლეს დავამატოთ, რასაც სიურპრიზად გამოვაგდებთ შემდეგ. ბუკა გავაგდოთ ბუნკერიდან, ეგ იყოს სიახლე. ფასარი არა. მე მაწყობს. დამესის რამასწინეთ. რო გჭრიდრე? რო დამჭრის. ანუ შემდეგი ეპიზოდიდან ვაბრუნებთ? კი, დავაბრუნოთ. ჩართულია, ხო? სახეზე შეგვაყარე. მოგესალმებათ, ბუნკერი, ეს არის ჩვენი ისევ კაცმა არის მე რამდენი ეპიზოდი, მაგრამ თავარია სათვალავი, ხო? ხო, თავარია რომ არის და სამივე ერთად ვართ, ცოცხლები ვართ და ყველა დაუბრუნდით. ტრადიციულად ჩვენს წინაშე არის ქალთა და კაცთა ზოგჯერ ტრანსთა ბედნიერება თეიმურაზე. ტრანსი ამოვიღეთ. თეიმურაზე. ვიტო და მე უბრალოდ ნიკოლოზი. ხო და სად იყავი აბა? რატო არ ჩანდი? წინა გადაცემაში ვერ მოვახერხე მოსვლა ძალიან ისეთი ობიექტური მიზეზის გამო. აქციებიდან გამომდინარე, ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი სიძე დაიჭირეს და რაცა ესეთი. ეხა ხო გარეთ არის. კი, გარეთ არის 5,000 ლარით. და სად ვიმყოფებით მეგობრებო? ჩვენი მასპინძელი ვინ არის? კიდევ გვიწყობს ხელს რომ ჩავწეროთ მასპინძელი არის არაჩვეულებრივი რესტორანი შინაურა, რომელიც მდებარეობს მუსუბიძის 199-ში. მისი მასპინძელი ხელს გვიქნევს იქიდან. მაგრამ ძალიან თვალია. რატომაც წელს ქვემოთ შიშველია? აუ ეკადრი უნდა იყოს. აი ისი, წელს ქვემოთ შიშველი რა. ჭირდიათი მას. მოკლედ, შინაურაში ვიმყოფებით დღეს. ხო, და დღეს გვექნება უჩვეულობა. არაჩვეულებრივი სიგრილეა. თან შევჭამ, თან ვილაპარაკეთ. ხო, სიგრილეც კი შუბლებზე გვეთყობა ალბათ. საუბრო თემა არ აქვს თუ არ მოგიფიქრებია. არა, რატომ მოფიქრებია? მოფიქრებია. ჭამა და კონსპირაციული თეორია. ეს აი ეს ლამაზი ნაჭერი. რა არის ეს რაკერძია, რას ვსინჯავთ მეგობრებო? ცილა მაყულის წვენში. იმიტომ რომ მე აქ ცოტა სხვა ბიჭი ვილაპარაკე. ფული გაგაღებული. აუ, მაგუთი. მე მაყუთი მაგ განაღებული და ჩვენ ისე ძალიან კარგია მე მგონი. სულ რომ მოვიწამლოთ ძალიან კარგია. თან აქვე რო იწამლები ეპიზოდში. სუდი ამინდია. არა, სურნელი დიდებული. მაყვალში ჩააწე. არომატით მაყვალს ვაფშე დავითრევ, აიცა. აუ, რა კაია. გებრიელია ძალიან. ოჩაღანთიმოს. კამერა რო არ იყოს, ჩვენი კებათაკება. მაყვალი დავითრევ. და მარილი დამაკდა ერთადერთი. მარილი მეც ცოტა ჩემი ხელის დაგაკეთა. ცოტა მეც. ამ ბოლო პერიოდში. ხო, მარილი კი, მარილი უხდება კარგი. ცალსახადაკლია. ფოტოზე დაგიყრი მაგას. მაგრამ და ფოტოს მივიდე. ძალიან საინტერესო გემოების ბზრიალ კრიალ ყომარი არის ყვალში. ან ეს იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩვენ უალკოჰოლოდ მივსხედით სუფრას. ეს ისრი მაყვალია? ეხლა გავსინჯე და ძალიან გემრიელია. მართლა აი როგორი მაყვალი? ისრი ისრის მაყვალი. ისრის არა, მშვილდი შეშ. ისრის ზანა ნირო. მაქსიმეს ტექსტი არასდროს არ ვიცი, რას იცახის მას. ტრავა უდომა. ისნიცანამ. ტრავა უდომა. მაგათი დედას შევეცი. ჯიშიენა და კაი ნაშები გიყავს ეს, ნაშები დუნდულაკები. ოპა, შინაურა შეუჩერებელია. ძალიან შინაურულად დაგვაყარეს საჭმელები. აგაურებას გამომარჩოს ბიჭებო. მაგრამ სპირტი რო ჩაგვისხათ გოგონა. არა, თქვენ სახელით სპირტიც წარმოვიდგენი, არა იქნება. შინაურა მისამართი გახსოვს? შალვა მუსუძის 199. შინაურული გარემო არის რა. მე ცოტა ხანი ხმას აღარ. და ძირითადად სულ შინაურები ვართ ყველანი და ძალიან ბევრი ვართ ეს შინაურები. კი. მე 12 გადაცემის პატივსაც იმათ. ეს კარდენახის ჭაჭა. კარდენახის ჭაჭა, მარიამ მიმართე. მადლობა. კარდენახელებს მიმართე. დედა დღეს არ მოდია. მამაჩემსაც უთხარი რომ არ მოვა. ზურა ნიკუშაც არ მოდის. ხო და იმის მამიდა. მე თვითონ გავუმკლავდები.
სააშავი იუმორი უნდა გამეძრო და ბოლო მომენტში დავასწავლე. მოდი წარსულების დავუვიოთ. ძალიან ხება. ხო და მწვადზე ვერ დავასრულე და ხო, მართლა ძალიან გემრიელი. დაგასრულებინებნა. კარდინახის ჭაჭახონიათ. დღეს აგვჩებით. დღეს ალბათ პირველად იქნება ბევრ საათიანი. არა და ხო თქვით რომ მოდი დღეს გადაცემა. მაგრამ მამა შენიო შეჩემა და წასულები რა ვსწავლი. მაგის გამო თორე რა. ჩვენ გასმენოთ შემო. როგორც ცხოვრებაში ისევე სუფრაზეც უკვე უმართები ვართ და წასულების ზონა იყოს ბუკას მამის. დავიწყებ. პროქსენები. მიშკას გავუმარჯოს თოთხვა. ვისაც გარდაცვლილებს ჩვენი რა, ოჯახი კაი ჭამა გაიჭირეთ. არიან დასულები բոլოს. ჩვენ მაყურებლებს რო რამე საჩუქას არ გაუკეთებ? არა. აი ბადარა საჩუქა. ჯაზის ბილეთები. ჯაზის არ არის ბილეთები. ცუდი, ჩვენიერი. ხო და აქ ვინც ნახავს და მოვა ბუნკერს გეტყვის ჯაზის ბილეთი მიიღეს. ხო? კაი იქნება, კაი ბარტერი გამოდის. ძალიან გრილა. ანდი შევთანხმდით? აქ ვინც მოვა შინაურაში და ბუნკერს იხსენებს, არა, აქ ვეწევით კიდევ. ჯაზის ბილეთს შუქნი. თუ მოსულა? მეგობრებო, დავაი, გამოაცხადე. ჩვენო ერთგულო 13 მაყურებელო. აი ეხლა უთხრეს კურსი, აი მე-16 მაყურებელი აი ეხლა უთხრეს კურსი, მეცანე? ნინი? აი ეხლა ეუნებიან აი, კურსი. ეგა. გასაგებია. დიდებული სიახლე მეგობრებო. ჩვენი ბუნკერის ერთგულ მაყურებლებს 13 მაყურებელი იყო, წეგან ერთი მოვაკლა 12 დარჩა. ფოკუსი, ოკეი. ვინც მოვა შინაურაში, მოხვალთ უпростоრად შინაურაში და ახსენებთ დიდებულ სიტყვას ბუნკერი. და თან შეგიმოწმებენ არხი გამოწერილი უნდა გქონდეთ. კი, არხი უეჭველი გამოწერილი უნდა გქონდეს. ბუკასთან ერთი 7 ლარი ჩარით. ორი ჭყანები. მე სვანტი მოსას მოხურე. წელს ქვემოთ შიშველს. რომელსაც ვერ აკავებ. ვერ აკავებ. მიიღებთ საჩუქრად რას? ჯაზ საღამოს ბილეთს, რომელიც გაიმართება როდის? ნებისმიერ დღეს. მიხვალთ არტერიაში ამ ბილეთს წარადგენთ და შეხვალთ უფასოდ. ჩაცმულები. იქ დაგხვდებათ ჯაზური საღამო. პირიქით შეატრია შეჩემა უკან. მეც მაინტერესებს. თეთრია. პატარა პატარა. ამოვხავ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ბიჭო. უკასტიანად დაბლოკავე. ესეც პატარა საჩუქარი. საჩუქარი უექსპრონტად, კი, 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 ყველაზე კი. მაგრად მევასება, დაგეგმილი ხო, არაფერი. ბაზარია. ჩვენ როგორც წესი ვერაფერს ვერ გეგმავთ, ვცდილობთ და 7 წუთში მთავრდება ყველაფერი. ბაბუ ერთი მეც მომარტყევინი. გემოდელი თემაზე. თემა ხო? აუ, რა თემა, ვინ გაცდის შეჩემა თემაზე გადასვლას. მარიამ, აჩვენეთ ან იქ ხალხს. თემაზე ვეღარ გადავიდივართ. ვერაფერზე ვერ ვალაპარაკობთ. ეს არის ნეკნის მწვადი, ხო? ანუ მწვადის სამი სახეობა არის, როგორც გავიგე. ნეკნი, ჩალაღაჯი და კლასიკური. და ადამიანის წვადიც აქვს თუ ბუნკერს ახსენებთ. შეუძლიათ რომ ადამიანის ხორცის მოგიტანო. ნაგავში გადასაგდები ადამიანებისგან გაკეთებული მწვადი. შინაურების დაკლაც შეგვიძლია. ნეკნიც კარგია, მაგრამ მე ჩალაღაჯი უფრო დამევასა. ჩემი ფავორიტი მაინც ხინკალია. შენ აქ გაიყნოს ერთხელ. ეხლა რა შევ? ქვილი? ეხლა არ კადის მიღმა ეხლა გავიყნოს. წვენი რო გაიყნოსო? ცხელია. ამოყნოსო. ცხელია. ბიჭო, ეს ძალიან გემრიელი ლიმონადი არის. აუ ხინკალი ჭამეთ. ბუნკერი რა კაია, შეჩემა ესე გეძახიან, გაჭმევენ. არავინ არ გვეძახს, შემოვარდით გიჟები. ბიჭო, ძალიან ცხელია შეჩემა და ეხლა კადრში ჩანგლით ვერ გადმოვიღებ და. ვერ გაპაზორდები. მე არ გახსოვს ბავშვობაში. ქვაბინა რო ვიღებ. ხელი. ძალიან გემრიელი. ფეხებით მახსოვს ვიღებ. ფეხებით რო ვიღებ. ესე რო აკეთები. და ყველი რომ მომქონდა მე. ყველი ყველს საწყლების მე მოგონდა. ხო, აზე ლაპარაკობ საერთოდ აღარ მესმის. ჩვენ საღარ მესმის. შენ შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ მე მყავდა ბებო, სახელად ნელი ბებო. ნელი ბებო, ჩქარი ბებო, ყველას მახსოვს. ჩქარი ბებო, ნელი კი. მე არ მახსოვს. ჩქარი? რომელსაც ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა და კი. ხინკალი ნელის მე არ მაქვს ნაჭავი. არც მე. ხელი ნელის მოგვედრია ნელის მეორჯერ, მაგრამ მე არა, მაგრამ ერთ ჩვენ მეგობარს ხვდებოდა ხოლმე. და მე კლუბდოგების ბიზნესი დაიწყო. კედელზე ასხმევინებდა ხოლმე თუ ის. არშე ხინკალში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვენი ხო არის? სომიც. აი, მე მაინც წვენს ვანიჭებ პრიორიტეტს და ნახვდა. აუ, წვენი რა კაია. შიქო არ გახსოვს. რა კაია. ნუ კარგავ შენ. შენ იბაზრე რა, რამე წაიყვანე შეჩემა. დავამთავრე. შენ ხილა თქვი რატო? ეროვნული რუბრიკაში. ხინკალს რატო არ ჭამებ თუ? სომზემა კასკეზა. რა? სომზე და ტკბილზე. რასკეზა? მასკეზა? მიკაელ მასკესა.
რასკეზა არა. არგენტინელი. ასკეზა ხო ის არის რაღაცა დათქმა, რომ აი ეს სიტყვაზე მე თავანი. აღჭამ ტკბილს, ხო? ხო, რაღაცა პერიოდის განმავლობაში. და ვის ვთქვა მე? შენ საკუთარ თავს? თავს. ოკეი. და სანაცვლოდ რა ხდება? რამე ხდება? არაფერი არ ხდება. კრისპინი ჩაერიცხა. და შენ გამოგირიცხავ. აი ხან შეგვიძლია კაზინოს რეკლამაც გავაკეთოთ, რომელიმე ბეტზე ჩაგერიცხება კი. კრისპინები. აი, ისე მართლა რამდენი ხანი უნდა გაძლო? რომ გვეყოლება რომელიმე სპონსორი, ბეთი? მე კიდევ ერთ მე მე ასკეზას გავაკეთებ. ასკეზებში. ასკეზბეთი. ასკეზბეთი. მაყუთი ჩვენ დავაარსოთ ასკეზბეთი. მაყუთი ასკეზბეთ. ასკეს კი არა. ანუ ასკესა. გინდა ასკე მე აი დავაი კონსპირაცია ხო არის დღეს? კი. თემა. ასკეზა რატო ქვია თემო? ეგ რომ მითხრა? რატო ქვია არის სახელის წარმომავლობა? კაი, სახელი დავიკიდე. თუ შენ თავს ეუბნები რაღაცას, რა უბრალოდ პირობა რო ერქვა საშე, აი საკუთარ თავს რაღაცა უთხარი და ვაკეთე. ხო, რა სახელი არ უშოთ პირობა დავაკეთე, კი ბატონო. ანუ სახელის წარმომავლობა არ ვიცი. იცი რატო მაგრამ გქრე? შინაარსი არის იმაში, რომ რაღაცა რაც ძალიან გიყვარს, ან მიდრეკილება გაქვს, ან გემრიელი. დამოკიდებული ხარ, ან რაღაცას ჭარბი დოზით აკეთებ. იმაზე იძახი უარს. და სანაცვლოდ რაღაცას ჩაიფიქრებ მაგალითად. ხო, აი მან რაღაცა პერიოდის მანძილზე თუ შეასრულებ ამ პირობას, რაღაცა სამყაროსთან აკეთებ რაღაცა ესე ვთქვათ. ხო, აი მანდ მეც ეგრე ვიცი ეს ასკეზას ბაზარი რა და შინაარსობრივად თეორიასთან არაფერ შუაში არ. ანუ ჩემთვის არის და რატო? დაგისხავთ ბიჭები. ნიფაკ. მე აღარ მინდა. ფაქტი არ არის და იმიტომ ალბათ, ხო? არა, მაგაზე არ ვამბობ თეორია რა. რა არის, იცი? აი რა, ყელი დედამიწა. ყელი დედამიწა არის ყელი, არის შეთქმულების თეორია და ასკეზა არაფერ შუაში. ხო, ხუიოზნაირ ჩეჩემა ყელია თუ მრგვალი რა მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე მაგას. მრგვალია თუ ყელი? ცოდნით არ ვიცი, ჯერა რაღაცის, მაგრამ ცოდნა არის ჩემთვის აი რაც მინახავს ეს ჩემი თვალით რა. როგორ არ მჯდა რო არის. მე მოგუნული რო არის, რატო არის? ფანჯარასთან არავინ არ ხსოვს. სულ რაღაც სამლარიანი ბილეთები მაქვს და სირრივით შუაში ვზივარ ხოლმე. და ვერ ვიყურები. არ გეგონოს რომ გიტევ რა. არა, შემომიტიე თუ გინდა. მე მინდა რომ ხელი არავის არ მოიწყო. მარცხნივ რა კარლოსი მიხენია და ცენტრში მალდინი რამოსი. ბიჭო, აი ხუმრობის გარეშე რა. დანიელი. ამ ასკეზაზე პირველად არ გამიგია ეს, ბევრი გამიგია, ბევრისგან რო აი მართლა მუშაობს. ეს და აი რაღაცა სურვილი ჩამითქვამს, ეგ ასკეზა დამიცავს და მიმიღია ის რაც მინდოდა რომ მიმეღო რა. მაგრამ მე რა მithmes დისკომფორტს ამ ყველაფერში, რომ აი სამყარო არის, ნუ ღმერთია ჩემთვის სამყარო რა. ხო და აი რაღაცა ღმერთთან გარიგებას ვდებ, ჩემთვის ცოტა სტრანი რაღაცა შენ როგორც წამს იმ დონეზე შედიხარ მაგ ინტერაქციაზე. ხო და შენი ამბავი მაინტერესებს რა. ასკეზა? ხატებთან რა? ხატებთან დავიგინე სიგარეტს არ ვეწები, ვინ მაგაზე რეაქცია არ ქონია. როდის ვისაუბრეთ მაგაზე? როდის ვისაუბრეთ მაგაზე? ავი ადრე გვექნება ნას. არა, არასდროს არ ვისაუბრეთ. არა, ანუ შენ როგორც წამს. ხო და შენთვის როგორ არის ეგ მაინტერესებს? კიდაც ანუ ესე როგორც მოგიყევი ისეა რა. სამყარო თან დებ გარიგებას ხო თქვი? და ეს რაღაცა სამყარო რა? მსგავსი თემა არის რა. მატერიალური სხეულია, ანუ რა არის, რა როჟა ვისუდებ ამ გარიგებას? ენერგეტიკა. ენერგეტიკა. მართველი გონი? რასაც მე ღმერთს ვეძახი და შენ მართველი სამყარო. გონი არა, ენერგეტიკა. ემოციური ენერგეტიკა. ოკეი. მართველი გონი. და ეგ არის ის ტიპი, რომელსაც შეგიძლია რაღაც გარიგებები დაუდო? არა, რატო რა, გარიგებები დაუდო, ძალიან ბტყლად იძახი. არ არის. როგორც ვაზროვნი. როგორც დედამიწა მიგაჩნია რომ თხელია. არ მე ხო არ მithქვათ რომ მიმაჩნია რომ თხელია. მაგრამ ეჭვიც ბოლომდე არა, ეჭვში ხარ. არანაირი მაგ საკითხზე. უბრალოდ არ მაინტერესებს. თხელია თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც არის რა. მინდა თხელი თუ გინდა სამკუთხედი დედამიწა გავაზროთ. არაფერს არ მიცვლის მე. ეგ რეალობაა. შეიძლება ყველაფერს ეგრე მიუდგე და რასაც გინდა იმას მიუდგე. ანუ ჭამე მოდი წინწახო. დაიძინე მაშინ. რატოა ეგრე შეჩემა? ჭამე მოდი დაიძინე რანაირად არის. უამრავი მიზანი მაქვს. დედამიწა მგვალია. ყოველდღიურად. კოსმოსში რა ხდება, წვიმა რატო მოდის? ეგენ ისედაც არა, სხვაგან წახვედი შეჩემა. წვიმა რატო მოდის, სხვა რამე არის რა და დედამიწა ბრტყელია სამკუთხედი თუ მრგვალი. მე ჩემ ყოველდღიურობაში არაფერს არ მიშლის რა. მაგრამ ევასება წვიმა. წვიმა გევასება. სიტყვაზე მამწყნარე ტეხიარობას მიკრობს. 14 მილიარდი სხვა ისენი შავი ფრველები არის თუ ყვითელი ფრველები რას გიცვლის ეს? მე არაფერს. არაფერს, მაგრამ უბრალოდ ანუ ცნობის მოყარეობა თუ არა, ჭამე მოდი დაიძინე რა. ბიჭო, ხო შეიძლება რომ სხვა რაღაც იყო დაინტერესებული, რატო აპრიმიტიულებ ეგრე. მე არ მიცვლის, ესე იგი ხლეზე მგიდია, ვარ მე ხო, ჩვენი საუბარი ჩიხში შევიდა. ეს იყო ასკეზა.
გადავედით შემდეგ რუბრიკა ასკეს. ლუკას ვასკესა. ბუკას ვასკესა. ხო, ბუკას ასკესა. ვასკესა. რეალში გადადის, ოღონდ იმის. რეალ კასტილიაში. კასტილია. ჩვენი თხოვნა არ ჭრის და ხალხს კამერაში მიმართე რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი რა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი აუცილებლად. ვისაც გამოწერილი გაქვთ, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ. წინა გადაცემაშიც ვითხოვე ეს. კი, და ძალიან ბევრი ხო მოგვიმატა. შეიძლება 40 მოგვემატა. კი, მართლა. ხო 40 მოგვემატა. აი, ვაკონტროლებ ყველაფერს. ხოჩა, საგო. კი, მართლა. იდეალურია. ხო და გამოიწერეთ მეგობრებო არხი. და დაგვიწერეთ ძალიან დიდი კომენტარები. იმიტომ რომ სპონსორები- კომენტარების წაკითხვა მეზარება. ჭირდება კრიტიკა. დიდი კომენტარების გვინდა მტრები? რა, დაგიწევს. ხო და მიცვალებულებზე დიდი ხანი გაჩერება არ შეიძლება ჩემს. ამდენი ხანი მიცვალებულებზე ვიყავი. ხო. Deep State. Deep State. Deep State-ია შეთქმულების თეორია. ბაზარი არა. ზოგადად ნებისმიერი შიშზე დაფუძნებული დაფუძნებული, პროპაგანდა კი, ადამიანების არაფერი- სამართავად გამომული არანაირი არის. მყარი არგუმენტი და თეორია. გააჩნია. თავებზე სიცოცხლეს ვა. გაუმარჯოს, ხო? სიცოცხლეს გაუმარჯოს. იმიტომ რომ მაგის მე ხო მაგას. მოდი დღეს თემოს გარშემო ვიტრიალოთ ბოლო ეპიზოდში არ თემოს ხავდა და სიცოცხლეს გაუმარჯოს. თემოს სიცოცხლის დღეს დიდი თამადობით ჩემს გაცემინა და სიცოცხლეს სიცოცხლე არ უთხრა. თემოს სიცოცხლის თამადობით თან გელაპარაკებენ მომენა ტელეფონში. შემო ეპიზოდში წინაზე წინაზე ხო და დაუბრუნე ოქროს მინატრე თუ ხუმარი არა ყავდა მინატრე თუ არა მოვიდა აი საოცარი გოგონა აუ ანამ ისე გაგვართო წინაზე, მე მგონი თვითონაც მაგრა გაერთო, იმიტომ რომ ვაფშე ანა იყო წამყვანი ჩვენ სტუმრები ვიყავით რა ძალიან მაგარი გოგო არის და მარა დაგვაქვს რამე პუნქტი არ გაქვს სტუდიაში. აჰა, აი პულტი, პულტი პულტი. შეჩემა, ნახე? მიდი რა პერსონალიზე რიგი დააყენე კოლ საჭირე რა უკას აქ რაღაც დავარქვით მაგას. მე ხომ პულტომანია. მე ხომ პულტოპი. პენტერაფობია პულტომანია. სიდედრის შიში და ბუკარი პულტოფი პანჯრის პული. სახში პანჯრები არა აქვს. უფაჭრო თვითმფრინავები დავფრინა ძირითადად ან ზუნზული მოკლედ როგორც არის სამგზავრო თვითმფრინავით და. ჩემი ოცნების მოგზაურო არა სათვით. მოგზაურობა სათვით. არის რომ კუბაზე რო წავიდე რა კი, წადი მე. ხო და თქვენი აი ეგეთი ოცნების სამოგზაურო ქვეყანა რომელია ერთ-ერთი არის შოტლანდია. შოტლანდია და აი რა გაინტერესებს კუბაზე ყველაზე ჯენი რა აზრით რა ინტერესებს ამას შოტლანდიაში ვისკი შეჩემა ჩაეწობა იქ. Wanna beer? Wanna სკაჩ. არა მაგის გამო მოგზაურობა აქაც შოუება შოტლანდიური მაგრამ ვისკი იქ მაინც სხვანაირი ბუნება არის და სხვანაირი ხალხი ბუნება. სხვანაირია. ანუ თემოს სიმაგრეები, უნდა რომ კულტურა, ბუნებაში ჩათმულობა. უნდა რომ მიირთვა თემურ ლენგივით მოევლინოს იქ. შოტლანდია მოვეცე შოტლანდია. დაიფხროს იქავრი პაბები ჯერ მივიდეს. ხო, მე მაგ მართლა მაინტერესებს. ხო, სამხრეთ ამერიკა ჩემთვის. რაღაც ერთი ქვეყანა ნებისმიერი, აი ნებისმიერი. არგენტინა. გინდა პერუ, გინდა არგენტინა, გინდა ნუ ბრაზილია. შენ რო ვიცი რომ არგენტინა როგორ გევასება მარტო მაგიტომ არგენტინა. არა ისედაც. რა, შენ თუნდაც კუბა რა, კუბა აუ სამხრეთ კუბა ამერიკა. კუბა მე მგონია რომ დღეს დროში მოგზაურობასავით იქნება რა რო ჩავიდე იქ რა იყო? მოგეხმარა. კი, იქ ძალიან ისეთი კაცრად არის შეზღუდული ხო, მაგრამ ყველაფერი. ეხა ეგრე არა. შეულებრივი კომუნისტური რეჟიმია და დაჭირ არა არა აზრი არა არა რა გთხოვ რა. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ეგ ორი ქავები ერთი ამერიკანოთ ჩავანაცვლოთ ხო, ყავაზე გადავიდეთ. კი. ხო ჯობია ესე იგი ყავა შენი და არის ბუჯე. შოტლანდია, მართლა შოტლანდია. ერთ-ერთი შოტლანდია, კი. ბრიტანეთის ნახვა ძალიან ნებისმიერი. ბიჭო აი რაც სუგია რომ ბევრი კამერა არ გვაქვს თორე აი ეს წვენი რაც გადმოდის ახლა მე რო ვაჭერ მოვყვები, ეხლა აი რომ ესეთი ადებს წვნიანი განას ნახე გადმოდის ჩემი. წვენი. ნახე არა ისე სხვათა შორის მე საქართველოში მოგზაურობა ეხლა რაც უკვე 20-ს გადავწი, რაც ვერ დავიკვეხნი რომ მილიონი ქვეყანა მაქვს ნანახი, მაგრამ საქართველოში მოგზაურობა ჩემთვის სხვანაირი მოგვამია რა. კი, ნამდვილად. იმიტომ კი არა რომ მე სხვებს მიჩ, ანუ ჯერ ეს ერთი ქართველებთან ბევრად უფრო კარგ დროს ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ სხველებთან ძალიან გადასარევი დროს ტარება შემიძლია, მაგრამ აი რაღაცა სხვანაირი კამერას ეფარება. რაღაცა სხვანაირად მიყვარს და ქართული მთის ხალხი განსაკუთრებით. რაჭა სვანი. იცი რა მაინტერესებს კვით აზბეკი. აი რო დაიწყე საქართველოში ხო. მოგზაურობა რა ყველაზე არის რომელიმე კუთხე სადაც არ ხარ ნამყოფი ერთადერთი მე მგონი თუშეთი დამჭი. თუშეთი ყველაზე მეტად ერთი იქ. არც მე არ ვარ ნაყოფი არც ხევსურეთში არ ვარ ხევსურეთში ხარ არც ნაყოფი? ხევსურეთში. ხო ყველაზე მეტად შენზე აი ემოციურად რა ეხლა ბაზარი არა მთელი საქართველოს ულამაზესია და საოცარია მაგრამ რაღაცა მეტად მოდის შენთან რაღაცა ნაკლებად რაჭა შენთვის არის ჩემი თემა სვანეთი. სვანეთი ხო მაგრამ მეორე სიყვარული სვანეთში ხშირად დავდივარ. მესტიაში ძალიან ხშირად დავდივარ, რო თქვა, ჩვენ რო ვიყავით 8-9 წლის წინ. კი, 2017-ში ან 16-ში ვიყავი. ბეჭოში ხართ ნამყოფი არა. არა, მაგრამ აი მესტია აწვალი ვნახეთ მაინც და ისეთია რა. ზემოაჭარას გირჩევთ. ხო არა ჩვენ ბეშუმში არ ვიყავ. სხვადასხვა ეხლა აგოზე მოვიდივარ. მოაჭარა ახალციხით ბიზნესია, ვაპირებ ძალიან დაწყებას. ლამაზია. ახალციხე ვარძია ახალციხე, ბეშუმი, გოდერძით და მე გადავალ იქიდან ხულო. თაგოსაც ნახავ? თაგოსოს კიდე ერთხელ ის ნახავ ბაბო, რას თქმა უნდა. ის ის ბებო შენ რო კიდე და 8 გეჯლი მე გინდა. თაკს ჩემს ნახავ. ბიჭო მესტია ძალიან მაგარია, მაგრამ ბეჭოში რო ვიყავი, რაღაცა არ ვიცი როგორ გითხრა რა. იქ არის ადგილები, სადაც აი ხელუხლებელია რა, აი თავის დროზე როგორიც შეიქმნა ეგეთია რა.
და მაგ პირველ ყოფილ სილამაზეს რო იხები და მაგაში ხო რა სასწაული ემოცია. მე დიდად ეგეთ ფილმაზე საოცარი ინვესტია უფრო მომეწონა. ვიდრე უშკული, კი, ანუ ძალიან აი მე ბეჭოთი არის უშკული და ძალიან 5 დღე ვიყავი და შოკი მჭირდა რა. მეც ინვესტია მირჩევნია. და კიდე ერთი რაღაც იმიტომ მინდა. უფრო მწვანეა რა. მე სიმწვანე მიყვარს ეს. და ანუ ინფრასტრუქტურაც ძალიან საერთოდ ჯერ უფრო მორგებულია, ტურისტული კი. კუთხით და დასასვენებლად და დროის ცხოვრებადაც. გასატარებლად. აბა ბიჭო, მომწიფთა. თემური აღარ თემული მოიხოდა. არა, ერთი ცოტა ბევრი ხო არ მოგდის. არა, მე თემური, ძალიან განსხვავებული ხო ერთი ხო ჭიქას არ დამილევია. მაინც შენს დაგიტოვებია. საქართველოს გაუმარჯოს. ბუნკერს გაუმარჯოს საქართველოში. საქართველოს გაუმარჯოს ამჯერად. ბუნკერი საქართველოში. რაღაცა ჩვენ ხო მივალთ იქამდე ბუნკერი კუბაში და რაღაც და გადავედით. ბუნკერის ახსოვს ერთხელ ძალიან დიდი კამათი რო ქონდა, რამდენი კუთხე და რამდენი კუნჭულია საქართველოს. აჭარულად იცი როგორ არის? ჭეხა. აჭარა ხო ჭეხა გვაკამათებდა იმაზე. ჩვენი ზვაკაცი ჭეხა გვაკამათებდა იმაზე, თუ რამდენი კუთხე და რამდენი კუნჭული და ბოლოს არ როგორც იქნა 3 დასული ადამიანი რომელიც ინტერნეტი, ტელეფონი ყველაფრით სარგებლობთ, ბოლოს ვიღაცა მოიფიქრა, მოდი ხო არ დავუგოთ ეს დედა მოთხოვნა. და იცი როგორ არის აჭარულად კუთხე კონჭული. არა. თუ სწორად მახსოვს, თუ არ მახსოვს შემისწორე. ღელე ღურდანი. მართლა? ღელე ღურდანი. მოვიკითხავ აქიდან ღელე ღურდანი არის ჩემ აჭარელ მეგობრებს და არაჩვეულებრივ პოეტს სულხან წულუკიძეს და სულხან ღელე ღურდანში არასწორად ვამბობდა ღელე ღელე ღურდანი კონჭული არ არის დაწერე ან მომწერე ბათუმიდან ან დარეკე 25 კილომეტრი რო არის. როგორ ვიმახსოვრებდით ერთი წელი სახელს ვერ ვიმახსოვრებდით. დავაი საქართველოს გაუმარჯოს. წადით ღელე ღურდანში, ჯერ შინაურაში მოდით. ჯერ შინაურაში მოდით. და აქედან ყველანი ერთად გავიდეთ ღელე ღურდანში. და მე წადით ზემო აჭარა. და კონცერტი რომ მორჩება მე მე წადით თებში. ურიაზე ეხა ვიждები. განსაკუთრებულად არ მიყვარს. პანდემიის დროს ძალიან კარგი დრო ვატარე ზამთარში ბათუმში. ბათუმი და იმენა და უშე ბათუმი. რუსებს არ გაყრიან ჩემ ფეხი მანდარი. ნახევრად ბათუმი არის და ნახევრად დუბაი რა. რაღაცა აი დუბაის ბათუმს რაც ქონდა ის თავისი არქიტექტურა, პატარა სახლები, ბათუმს ლამაზი, ბათუმს მოხმებული სახლები. დედა უტირა შეჩემა ყველგან კაზინო გახსნეს და ცათამბჯენები და ტრაქში გაითხარეთ ეგ ცათამბჯენები. კი, ჩვენ მანდ არ ჩამოვა. არა, ხო. გვეხვეწეთ. და ყავდა ბათუმიები რა. შემდეგ გადაცემაში რომელიღაცა ბანძი სასტუმრო რო გთხოვ ჩამოდით. ბათუმიდან. და რომ მივდივარ. ბათუმი არის ჩემი სიყვარული. ეგრევე რო ვიყიდებ ყველაზე მახინჯ სასტუმროზე და ამიტომ ბათუმის სტუმარმა სპინძლობს. რომლებსაც სპიდი აქვს. გაზპრომი რო აწერია ზე. და ტრაგზე სპიდი. სპიდი ხო. მივართავ ბათუმის სტუმარმა სპინძლობს წარმომადგენლებს ჩვენი სატრანსფერო მარკეტი ღია. ისევე როგორც ჩვენი თავმოყარეობა და პირი და ფეხები და ხელები გაშლილი ხელით ველოდებით ქვის დაბადებას. ყველაზე უპრინციპო ბუნკერია. მოდი მაგი დავიმკვიდროთ სახელი გინდა? მაგის სამხედრო დავრია. ყველაზე უპრინციპო ხალხი YouTube. მე მინდა რომ ყველა უპრინციპო თავარი შინაარსი ხო იყო რა კონტრასტი უნდა ყოფილიყო. ყველა უპრინციპო არა ადეკვატურად. რუსებს ვეპერები. არა რუსებს არ ვეფიქრებ. რუსების ყველა უპრინციპოს გაუმარჯოს. რუსების დედა. ჩვენ პრინციპოს თემოს გარშემო ხო ვარ? თემოს გამადობით ყველა ეს კრედოს. ჩვენს კრედოს. ეს იყო უპრინციპობა. ამ ეპიზოდს ვამზადებით 2 კვირის განმავლობაში. აი რაღაც ინტენსიური შეხვედრები და brainstorming და აი ხო, წინა კვირას თაშე ორჯერ შევხვდით, რომ ბიჭებო, აბა მოდი ქუჩაში ხო არ გავიდეთ გამოკითხები. ხო, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაცემა არ მზადდებოდა, ანუ ეხლა რასაც ვაკეთებ. ბოლოს მაინც ამამდე ეს 1 საათის დაგეგმილი არის ეს არასდროს არაფერი არ დაგვიგებნავს. მაგიტომ წყობს 500 გამოწერე. 500 ნურას უკაცრავად 540 გამომწერი. ადამიანი ჩვენ გამომწერეთ, ძალიან დიდი პატივს. ძალიან დიდ პატივს ცემთ აუცილებლად. შეიძლება 550 გამომწერი იყოს, მაგრამ ერთგული გამომწერები გყავს რა. ეს ძალიან კაი კომენტარი ვნახე, რომ ესე გააგრძელეთ ბიჭებო და ძალიან ხარისხიანი community ხო და გაგეძრობათ ხო რა, ხო, აუთენტურები ხართ, ოღონდ იმ ეპიზოდზე დაწერეს ეგ, სადაც თემო არ გვყავდა. ხო, თემო სადაც არა, ძირითადად აუთენტურები ხდებით ხო. მე სიყალბე შემოვა განსაკუთრებაში. სიყალბე ჩემი კრედო არის, ჩემი ღირებულება სიყალბე. ეხლა მივიდივარ ფოტოშოპის ამ ტურში, ვიწყებ ახალციხე ვარძია. ეხო თქვი თქვი უკვე. ამას წინათ всё, ეს განსაკუთრების პრობლემები მაქვს. თემო ამას დააჭირე. მე როგორც პულტის შენ თუ გინდა მანამდე აი ამას დააჭირე. ალო. იგავე. ანგარიში არა გვაქვს? ანგარიში ის სკლეროზი ხრუა. არა, არაფერი აღარ გვინდა. არაფერი სახში გვინდა. ბედასთან გვინდა.
ფოტოშოპში ყავი რაჭაში. მოვიკითხე. შენ რაღაცა მოუხშირი რაჭაში ძალიან სიარული. ყავს რაჭაში სიარული, გავიცანი ჩემი გვარი და ჯიში. აქამდე არის. პიტაშულები, ნუ ეხა ბევრს არ ვიცნობდი. მენა არ ფოტოშოპს პიტაშულებს მეც არ ვიცნობ. ბევრი არ არიან და გავიცანი საკმაოდ მე ორ ყიდაშულს ვიცნობ. სუყე რაოდენობის ყიტაშული გავიცანი. მოკითხვა აქედან. 4. რა 4 ვიცნობ. გირჩევთ რაჭაში სიარული, მოკლედ თქვენ ფუძეებს დაუბრუნდით. ყველას გირჩევთ. ბიჭო, აი ჩემი ფუძე არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ გურია დედა ჩემის ბებია. შენ უხვად გაქვს ეგ ბედნიერება, იმიტომ რომ რაღაც თავი მახსოვს სულ ან ბოლო 60 წელს თუ არ ვთქვით, ძალიან ხშირად დადიოდი გურიაში შენ ბოლო წარმოიდგინე, ანუ არ უმაზავდი არც ერთ წელს. ჯერ ერთი ბავშვობის ყველა ზაფხული ხო გურიაში მაგატარებული. და არ უმაზავდი მე არც ერთ წელს რაც წამოვიზარდე და ბოლო 4 წელი აღარ ყოფილვარ რა. საქართველოს გამომარჯვეთ, ჩვენ გამომწერებს გამომარჯვოთ, გამოიწერეთ რომ მოხვდეთ ამ გამარჯვებულების რიგებში. ეს იყო ხო, ის შეახსენეთ. ბუნკერი შინაურაში. შინაურაში თუ მოხვალთ, დაახსენებთ ბუნკერს. შენ შეახსენე. გაგატანინებთ ბარპრისკი. მოკლედ, ეგ შეახსენე. არცად შესაძლებელი. რეგრესი გრძელდება. რეგრესი. პროგრესი. 1600 ნახვა, 1000 პროგრესი გიჩნავს, ეს არის რეგრესი. მეორე ხელით. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე. არა, მოიცა რეგრესი ეს ცოტა სხვა რაღაცაში გადაიზრდება ეხლა. თავი თვალები აატრიან. ხო, მარტა იმედია ეს კაი, ავიწრო. დავემშვიდობოთ ალაფერს. არა, ეს თქვი შეჩემა. მე მიმაქვს ლეზენკი. თელი შუქები გაგვაჯვენინეს. ზო, შუქიც აინთეს. წითელი აგვინთეს. მოკლედ, ეს იყო ბუნკერი და გამოიწერეთ არხი რა. კარგად იყავით.